ცნობიერების შემდეგი საფეხური არის თვითცნობიერება და მერე მიდის გონებამდე. ამაზე რეგუსტრად ვისაუბრებ. ჯერ რა არის, ესე იგი, რა არის გამოცდილება? ანუ გამოცდილებას ჰეგელი ესე განმარტავს, რომ გამოცდილება არის საგნის და ცოდნის ურთიერთშემოწმების პროცესი, რომელსაც ახორციელებს თვითონ ცნობიერება. ანუ გამოცდილებისთვის არის საჭირო ორი რაღაცა. ერთი არის რაღაცა ცოდნა, რომელსაც ვცდი, ან საგანი, რომელსაც ვცდი. თუ მარტო საგანია, ანუ არც არაფერია გამოსაცდელი, ანუ რაღაცა მასზე ცოდნა უნდა შევამოწმო. ეს ცოდნა შეიძლება იყოს ვთქვათ ცოდნის სახითაც და შეიძლება რაღაცნაირად შეგრძნებების სახითაც იყოს რა. ეს არის გამოცდილება. მაგრამ ამის შედეგად ცნობიერებაში ახალი საგანი წარმოიქმნება. ანუ გამოცდილებას ცნობიერება მიყავს ახალ საფეხურამდე და სამყაროც სხვა ხდება. ანუ შენ რო იძენ მაგალითად ცოდნას თქვათ, აი დაინახე თქვათ ლომი, იძენ მის შესახებ ცოდნას, შენი ცოდნა ხო შეიცვალა თქვათ ლომზე. ლომი ცარიელი სიტყვა იყო, მარტო სიტყვა იცოდი. და ეხლა მთელი ინფორმაცია გაქვს ლომზე. შეიცვალა შენი ინფორმაცია ლომზე, შეიცვალა ის საგანიც. წინამძღოლში ჩვენ კი ვარაუდობთ, რომ ის ერთი და იგივე დარჩა, ანუ ის როგორ შეიცვლებოდა. ჩემი ცოდნა შეიცვალა მასზე. მაგრამ ჩვენი პირველადი წარმოდგენა მასზე მაინც სხვა იყო. და ამ გაგებით ჩვენ რა საგანთანაც ჰქონდა ურთიერთობა, ის და შემდგომი, ანუ შეცნობილი, ასე ვთქვათ, ლომი არის მაინც განსხვავებული საგანი. იმიტომ რომ შეიძლება იმის საპირისპირო შეხედულებები გქონდა, ვიდრე დაუშვათ აღმოჩნდა. აქ დგება საკითხი იმაზე, რომ საერთოდ ყველა საგანი არის თუ არა მხოლოდ და მხოლოდ მოვლენა. ანუ ისე როგორც უბრალოდ ჩვენ აღვიქვავთ მას. ეს ზოგადად ანუ დასაფიქრებელი რაღაც არის. ისევ რომ დაუკვირდეთ, ანუ რა არის, ანუ გამოცდილება. ჩვენ ხშირად საუბრობთ, რომ აი მე უნდა გამოვცადო რაღაც თვითონ. ანუ რაღაცა თუნდაც სულიერი იქნება, თუ სულიერი პრაქტიკა იქნება, თუ რა იქნება, უნდა გამოვცადოთ. მაგრამ კონკრეტულად რა არის ეს აქტი გამოცდილების? ეს თვითონ ასევე შეიძლება იყოს გამოცდილების საგანი. და შემდეგი ეტაპია ის, რომ მე რაც გამოვცადე, რამდენად შემიძლია რომ განვაზოგადო და ვთქვა, რომ ეს მარტო ჩემთვის კი არ არის ასე, არამედ საერთოდ ასე არის. თუ ადამიანი მარტო თავის გამოცდილებაში რჩება და ვერ მიდის განზოგადებამდე, მაშინ ამ ცოდნას, რასაც არ უნდა მივახციო, აქვს მხოლოდ ჩემთვის მნიშვნელობა. ანუ ფაქტობრივად როგორც ჩემს სიზმარს. არავისთვის თუ სხვა არავითარი ღირებულება არ ექნება. მაგრამ აი სამი საფეხური, რაზეც ჩვენ თქვით, ანუ ცნობიერება მიდის გონებამდე, ამაში იგულისხმება ის, რომ ადამიანი აღმოაჩენს ისეთს, რაც უნივერსალურად მნიშვნელოვანი არის, თუნდაც მეცნიერება, თუნდაც რაღაც კანონები, რომელიც არ არის მხოლოდ რაღაცა ჩემთვის არსებული, არამედ მას ობიექტური მნიშვნელობაც აქვს. ანუ ეს არის მოძრაობა სუბიექტურობიდან ობიექტურობისკენ, ან შეიძლება სხვაგვარადაც ვთქვათ, რომ არის რაღაცა ობიექტური სამყარო, რომელსაც მე შევიმეცნებ და სამყაროს ანარეკლი მაქვს ჩემს ცნობიერებაში. ოღონდ ეს ისეთი ანარეკლია, ანუ რომელიც იგივე ცოდნაა სამყაროზე, რომელიც მუშაობს, ანუ შემიძლია მე ამ ცოდნით ეს სამყარო გარდავქმნა, თქვათ, ავაშენო სახლი, დაუშვათ რაღაც მივახციო, თქვათ, რაღაც ჯანდაცვის რაღაცა სისტემას, რაღაც ჩავატარო რაღაც კვლევა და ასე შემდეგ. აი როცა ადეკვატურობამდე მიდის, ანუ ცნობიერება როგორც ინდივიდი სამყაროსთან. აი ეს არის უკვე გონება, ანუ გონება ესე რომ წარმოვიდგინოთ, რომ თითქოს ადამიანმა თავის თავი შეიცნო სამყაროში, რომ სამყაროს ხო აქვს თავისი კანონები. ის კანონები სინამდვილეში არის ჩვენი ცნობიერების კანონები. და ამავდროულად ჩვენი ცნობიერების კანონები
არის სამყაროს კანონები. მაგრამ ეს განხილულ იქნას ეტაპობრივად და დღეს პირველი ნაწილი განვიხილოთ. თემა ვრცელია, რა თქმა უნდა. ესე იგი, დასაწყისში, ესე იგი, ორი გზა რო ავირჩიოთ. პირველი გზა არის მოძრაობა გრძნობიდან განსჯამდე. ანუ შემეცნების გზა. და მეორე გზა არის ნების გზა. შემეცნება არის ესე რომ წარმოვიდგინოთ, აი თქვათ რაღაც ჩემ წინ არის რაღაც საგანი, თქვათ რაღაც სცენარე, რომელიც უნდა შევიმეცნო და შემოვიტანო ჩემ შიგნით მისი სუფთა ანარეკლი. როგორც აი ესე რომ წარმოვიდგინოთ შემეცნება. ანუ რაღაცა ობიექტურობა, რო გავისუბიექტო. დავითავისო ასე. ეს არის ანუ შემეცნების პრინციპი. უპირველეს ყოვლისა საკუთარი თავი. იმიტომ რომ მე თვითონაც ჩემი თავისთვისაც მოვლენა ვარ. ანუ მოვლენა ვარ იმ გაგებით, რომ ანუ თუნდაც ბავშვი აღმოაჩენს თავის სხეულს როგორც პირდაპირ რაღაც გამზადებულს. ის იწყებს თავის საზღვრების დადგენას, რომ აი აქ ვიწყები, აქ მთავრდები, ეს უიეს ჩემი ხელი ყოფილა, ანუ შემიძლია ვმართო და ასე შემდეგ. ანუ ჩემთვის უპირველეს ყოვლისა ჩემი სხეული არის შემეცნების საგანი და ჩემს სხეულთან უნდა დავამყარო ეს ურთიერთობა, ანუ შემეცნებითი ურთიერთობა და ასევე ზოგადად ანუ სამყაროსთან. ამიტომ პირველი აი ამის წინა სლაიდზე რაც იყო აი ეს ცნობიერება იწყებს გრძნობადი ცნობიერებით, იმიტომ რომ გრძნობა არის პირველადი აბსოლუტურად, ან როგორც შეგრძნება. გრძნობა რომ უბრალოდ თან სინათლე, რაღაც გაღიზიანება, რაღაც ხმა, რასაც გავიგონებთ, რომელიც არის ნედლის სახით, ანუ სამყარო ნედლის სახით, აი ცინცხალი რაღაც ისეთი შეგრძნებები, რომელსაც ვერაფერს შევადარებ. აი მე რო თქვა რომ ამ ხმამ იმას დავუშვათ იმას მივამსგავსე ეს ხმა, ეს ნიშნავს რომ უკვე რაღაც შედარების აქტი გავაკეთე, ხო? ანუ თუნდაც არაცნობიერად. და თუ ვადარებ, ესე იგი რაღაც საერთოს პოულობ უკვე. მაგრამ აქ დასაწყისში ეს შედარებაც რო გამოვრიცხოთ, ანუ წმინდა, ანუ შეგრძნება, როგორც რაღაცა საგანთან მიმართება, რომელზეც ვერ ვამბობ, რომ ეს თქვათ მცენარეა, თუ ეს რაღაც თქვათ სინათლეა. ვერ ვამბობ, იმიტომ რომ მცენარე უკვე რაღაცა უნივერსალური აღმნიშვნელი არის, ხო? მცენარე მთელ პლანეტაზე მცენარე არის. ამას რომ მე უწოდო მცენარე, ამას ესე იგი უწოდე ისეთი რაღაცა, რომელიც თანაზიარი არის ყველა დანარჩენის. და ამიტომ ვერაფერს ვერ უწოდე. ეს არის ძალიან ნედლი რაღაცა, რომელიც ასე ვთქვათ არის პირველადი. და რაც შემეცნების აქტში, რა თქმა უნდა, არ რჩება ასეთად და გადადის ანუ მეორე კომპონენტში, რომელიც არის აღქმის კომპონენტი და აღქმა უკვე აი ამ სცენარეს ადგენს სხვა მიმართებებთან, თუნდაც როგორც მცენარეს, როგორც ასეთს, იმიტომ რომ გარდა იმისა, რომ ეს სცენარია, ეს არის კონკრეტული სახეობა, ვთქვათ. არის რაღაცა მონსტერა, ანუ რაღაც ესეთი სახეობა, ხო? ანუ რაღაც ინდივიდს, რაღაც ერთეულობას და ესე რომ შევხედოთ დასაწყისში ცნობიერებისთვის არსებობს მხოლოდ ეს აქ და ახლა რაღაცა წერტილთა ერთობლიობა, სიმრავლე რაღაცა ცნობათა სიმრავლე. და უკვე ის შეკავშირებები არსად არ არის მოცემული, ამას ჩვენი ცნობიერება აკეთებს. ჩვენი ცნობიერება განაზოგადებს, რომ აი ესეც მონსტერაა და იმ ერთ სცენარეს აღნიშნავს როგორც რაღაც მონსტერას და ეს პროცესი არის აღქმის პროცესი. ხოლო განსჯის პროცესი უკვე მოიაზრებს იმას, რომ განსჯა ადგენს რას, ნახეთ, ვთქვათ უყურებთ რაღაც ვარდს. და ვარდს აქვს უსასრულო ტონები. აი თუნდაც ვარდისფერი არის, მაგრამ გრადაციები ხო არის? ყველა წერტილი განსხვავებული არის, მოკლედ ის უსასრულოდ დეტალიზირებული და მრავალფეროვანი არის. მაგრამ ჩვენ მარტივად აღვიქვათ ვარდი. რაღაცა სიმარტივეში ვათავსებთ. და მე ვამბობთ ესეთ რაღაცასთან, რომ
ლოგიკა და ცნობიერება ვერ შეიცნობს ვარდს, იმიტომ რომ უყურებს მარტივად. წდება მხოლოდ რაღაცა არსებიც მასში. და იმ დეტალებს, იმ დროს დანახულ, როგორც მე დავინახე, როგორც ჩემთვის ის იყო სილამაზის და ასე შემდეგ. გამომხატველი ამას ვერ გადმოსცემს. ანუ ის უნიკალურობას უკარგავს. მაგრამ განსჯა ამბობს, ანუ ამ შემთხვევაში, როგორც ეს ჰეგელთან არის, რომ ის უნიკალურობები არ არის არა იმ ვარდის, არამედ ჩვენი აღქმის. შესაბამისად, თუ იმას რაღაცას ვუკარგავთ სუბიექტურობას. ანუ ჩვენ ყველა სხვადასხვა თვალით რო ვუყურებთ, ყველასთვის სხვადასხვა არის და თუნდაც ესე ოდნავ ესე გავიხედო, ოდნავ ესე მუდმივად სხვა არის, ის მუდმივად ყველა წერტილი სხვადასხვა არის და მას ვერ მოაქცევ რაღაც ასე თქვა კონსტრუქციაში. მაგრამ თუ ჩვენ ვიაზრებთ, რომ ეს დიფერენციაცია გამოკიდებულია იმ აღქმის წერტილებიდან, საიდან ვუყურებთ ჩვენი ხედვებიდან, ჩვენი სუბიექტურობიდან და თუ მას ვამარტივებთ და განსჯაში გადაგვყავს, რომ ეს ვარდია სინამდვილეში მარტივი რამ, მაშინ ჰეგელი გვეუბნება ესეთ რაღაცას, რომ მას ისეთ რამეს უკარგავ იმ უნიკალურ ვარდს, რაც ისედაც დასაკარგი არის. რაც ისედაც ჩვენი მოვლენადი აი კონტექსტუალური და სიტუაციიდან გამომდინარე დანახული აღქმები იყო. აქ მართლაც მივდივართ რაღაც ანუ ფუნდამენტურ საკითხამდე. რომ მართლაც შეუძლია თუ არა განსჯას რო წდეს რეალურად ობიექტურ საგანს. და განსჯა საბოლოო ჯამში შეიმეცნებს კანონს. აი ამ მოვლენას, რასაც ქვია ვარდი, ამ ვარდში შეიმეცნებს იმ კანონს, იმ არსებიც, იმ რაღაც თუნდაც საზრის მასში. რომელსაც ანტიც უწოდებს კანონს და რომელსაც ჰეგელი უწოდებს კანონს, ოღონდ თან გვეუბნება რა არის კანონი საერთოდ. კანონი არის ის, რაც მოვლენაში არის მშვიდი. ანუ ალბათ არ არის ძალიან სტატიკური, მაგრამ ანუ კანონი იგულისხმება, რომ თქვა პლანეტები რომ მოძრაობენ, ის წესრიგი, ანუ ხვალაც იგივე არის, ანუ აი ამ მოვლენაში რომ ის თქვა მოძრაობს ელიფსზე პლანეტა, ეს კანონი ინარჩუნებს თავის რაღაც მდგრადობას. და ამიტომ ეს კანონს განსჯა საბოლოო ჯამში მიდის იქამდე, რასაც თვალი ვერ ხედავს, რასაც გრძნობა ვერ წდება, იმიტომ რომ კანონზომიერება არ არის თვალით დანახვადი. ანუ მიზეზშედეგობრიობა არ არის თვალით დანახვადი, ის არის უკვე ორი რამის შეკავშირება, მაგალითად დროში. თან შეკავშირება გარკვეული აუცილებლობის წესით, რომ ეს იყო ამის მიზეზი, ეს არის ამის შედეგი. ეს არის მოკლედ პირველი მსვლელობა. ისევ პირველზე გადავიდეთ. ეს არის მოკლედ ცნობიერება გადადის თვითცნობიერებაში. მიდის განსჯამდე და ამით ფაქტობრივად რას ვაკეთებთ? ესე იგი ჩვენ ვამარტივებთ სამყაროს, რაც არ უნდა იყოს მაგალითად ახალი სიახლეები რომ შემოვიდეს, სიახლეც არ არის საშიში საერთოდ. ანუ ახალი გამოგონებაც რო იყოს, თქვა ხელოვნური ინტელექტი იქნება თუ რაც არ უნდა იყოს, პრინციპს რო უგებ, უკვე შენთვის ნაცნობი ხდება და გონება, ანუ ამ გაგებით იქვემდებარებს, ანუ აბსოლუტურად ყველაფერს. ის, რასაც ვერ იქვემდებარებს, ის არის არ დასაქვემდებარებელი, როგორც ჰეგელი უყურებს, ან დასაკარგი. ანუ არა არსებითი მასში ის, რაც სუბიექტური არის და ანუ აღქმის ნაწილი არის. წინასწარ რო განვიხილოთ, ესე იგი თვითცნობიერება რა არის? ანუ თუ პირველი არის შემეცნების აქტი, მეორე არის სურვილის აქტი. სურვილის აქტი არის პირიქით. სურვილი არის ის, რომ რაღაცა არ არის ისე, როგორც უნდა იყოს და მე უნდა ჩემ სურვილს რაღაცა შეუსაბამო. დავიქვემდებარო. და ეს არის პირიქით მოძრაობა. ჩემი სურვილი არის ჩემი სუბიექტურობა
და მე ჩემი სუბიექტურობა მინდა გავაობიექტურო და რეალობად ვაქციო, თქვა, მინდა რომ სახლი ავაშენო და თქვა ამის ობიექტურ რეალიზაციას ვახდე. სურვილის შემდგომი B პუნქტი არის აღიარება და აი ჰეგელთან ეს ყველაფერი არის ერთმანეთთან ლოგიკურ კავშირში. როგორ გადადის სურვილი აღიარებაში? რაღაც თვალსაზრისით აღიარება არის რომ ვიყოს სხვისი სურვილი. ანუ რაღაცა წარმოიდგინე რომ ადამიანს აქვს რაღაც ვთქვათ სურვილები, ან ზოგადად რაღაც სურვილი და თუ სურვილები არის შეზღუდული ან ერთმანეთთან წინააღმდეგობაში, ერთმანეთთან რაღაც დაპირისპირებაში, სურვილს აქვს თავისი მინუსი, ჩემს სურვილს. ადამიანი აღიარებაში ეძებს იმას, რომ სხვისთვის ვიყო სასურველი. და ფაქტობრივად მოიპოვოს ანუ ცენტრირება ანუ საკუთარ თავზე. როგორც უფლებამოსილმა შეიძლება თქვათ სხვას უნდოდეს თქვათ შენთან თანამშრომლობა, სხვას უნდოდეს შენთან თქვათ რაღაცა ან შენ სურვილზე ცენტრირება აკეთებდეს სხვა. ეს შეიძლება არაცნობიერიც იყოს, მაგრამ აი თვითონ აღიარებას და სურვილს აქვს ერთმანეთთან ესეთი კავშირი. და მესამე კომპონენტი, რაზეც აი წინასწარ ვისაუბრეთ, რომ თუ ადამიანი მაგალითად ეძებს აღიარებას, იქვემდებარებს თავშოთ ყავს ფანები, მაგრამ ხდება რომ ეს ფანებს არ აქვს სერიოზულად ისეთი გემოვნება განვითარებული, რომ ღირდეს აღტაცება, რომ ისინი გეტყვიან, რომ ხო, კარგად მღერი თუ ცუდად მღერი, ანუ ეს ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს. შემდგომ ადამიანი ეძებს ამისგან, ანუ თავისუფლებას, თავისუფალ საზოგადოებაში. და აქ უკვე შემოდის იდეა, აი პარიმიტირებული კანონით და თავისუფლება ანუ ერთად არის, რომ ფაქტობრივად აღმოაჩენს იმას, რაც თავისზე მეტი არის. აი მაგალითად იმანუელ კანტი ამბობს ესეთ რაღაცას, რომ თავისუფლება ნიშნავს ისეთი კანონის შექმნას, რომელსაც შენ თვითონ დაემორჩილე. ოღონდ ამ კანონის შექმნა რას ნიშნავს, რომ კანონის შექმნა ნიშნავს, რომ შენ აზროვნებით მიდიხარ რაღაც კანონამდე, რომელსაც ხვდები, რომ ეს ეგრე უნდა იყოს. ანუ შენ თვითონ პოულობ თავისუფლებას შენ თავში. და ესე იგი ეს განსაზღვრება ძალიან მნიშვნელოვანი არის, ანუ თავისუფლების ისტორიაში, რომ თავისუფლება არის იმ კანონის მორჩილება, რომელსაც თავად ქმნი. და იგივეს იმეორებს ამ შემთხვევაში ჰეგელიც და საბოლოო ჯამში, ანუ ეს თავისუფლება ის რომ უკვე ცნობიერება პოულობს, რომ ეს კანონზომიერება, ჩემი კანონები, ჩემი ცნობიერების კანონები და სამყაროს კანონები ერთი და იგივეა, სუბიექტური და ობიექტური ერთიანია, ეს არის უკვე გონება. აი გონიერი ადამიანი ნიშნავს, რომ მე სამყაროში უკვე ვცნობ ჩემ თავს. ჩემთვის შეიძლება კონკრეტულად თქვა ეს კედელი არ ვიცოდე როგორი არის, აი რაღაც როგორც უნიკალურად ეს, მაგრამ ვიცი როგორ დავუშვათ გავაკეთო, ვიცი როგორ მივუდგე. ზოგადი პრინციპი ვიცი ისეთი, რომელიც არ მჭირდება კონკრეტულად ვიცოდე ზუსტად ეს ამ კედლის ყველა ის სპეციფიკა და ინდივიდუალიზმი რამდენი თქვა წერტილისგან შედგება და ასე შემდეგ. წინასწარვე ვიცი უკვე. და წინასწარვე ვიცი, იმიტომ რომ ვიცი რომ ეს ექვემდებარება იმ კანონებს, რომელსაც ქმნის ჩემი ცნობიერება, რომელიც არის ჩემი ცნობიერების კანონები. ხო, შემდეგი სლაიდი გვაქვს ესეთი რაღაცა. პირველი დაყოფა არის დაყოფა მე და სხეულის, ანუ ცნობიერება ნიშნავს თვითონ
მე როგორც მახსოვს ეს მე-17 საუკუნეში გაჩენილი ტერმინი არის ჯონ ლოკიც ახსენებს ერთ-ერთი პირველი ანუ ცნობიერებას. ცნობიერება თვითონ როგორც ფაქტების დაფიქსირება, მიმდინარე პროცესების დაფიქსირება. მაგრამ ამ შემთხვევაში ცნობიერება იყოფა მეტ და სხეულად, ანუ მე და არამედ, ან შეიძლება დავყოთ როგორც საგანი და ცოდნა მის შესახებ. სინამდვილეში მე რო ხედავ რაღაცას, აქ ორი რაღაც არის, თქვა მე ვხედავ მცენარეს, ობიექტი მცენარე და ჩემი აღქმა მცენარის. მე სინამდვილეში ერთად წარმომიდგება, მაგრამ სინამდვილეში დაშვება ორი არის, რომ ის ჩემი ცოდნის გარეშე არსებობს ისე, მაგრამ სინამდვილეში მე ჩემი აღქმა მასზე არის იგივე ჩემი ცოდნა მასზე. თვითონ აქ ჰეგელს ვციტირებ, ესე იგი, მე როგორც ეს აბსოლუტური ნეგატიურობა თავისთავად არის იგივეობა სხვადყოფნაში. სხვადყოფნა არის მე, არა მე, ანუ თუნდაც ჩემს სხეულის. ჩემი სხეული ჩემთვის არის მეს სხვადყოფნა. ანუ მე შინაგანი მეც ვარ და სხეულიც მეც ვარ. ეს ჩემთვის სხეულის სხვაც არის, მაგრამ ისეთი სხვა არის, მე არის თვითონ თავისი თავი, ანუ შინაგანი მე და ამავე დროს იგი გარე გადასწდება ობიექტს. ანუ სხეულს ხევი მე, ანუ ცალკეც არსებობს, ესე რომ აბსტრაქტულად წარმოვიდგინოთ, მაგრამ სხეულს ესე გადაწდება როგორ ხელზეც ვამბობ, რომ მე როგორც თავისთავად მოხსნილს. მოხსნილში იგულისხმება, რომ დაქვემდებარებული არის, რომ ამით სული გამოხატავს, მე გამოხატავს თავის თავს. სხეული თავის თავს კი არ გამოხატავს. სხეული, აი მაგალითად, შენო ვიღაცა თქვა ხელი ესე დაგიქნიოს, ის გეძახის, ანუ ხელი კი არ გეძახის, ანუ თვითონ ვინც გამოხატავს თავის თავს, უკვე აღქმა უკვე ესე არის რა, ფორმირებული. ამაზე ანთროპოლოგიის დასასრულს იყო საუბარი, რომ ანთროპოლოგიის ბოლო ის არის, რომ ადამიანი იქვემდებარებს სხეულს, ანუ სული იქვემდებარებს სხეულს. ეს მე მიმართების ერთი მხარეა და ამავე დროს მთელი მიმართებაა. იგი სინათლეა, რომელიც თავისთავისა და კიდევ სხვის მანიფესტაციას ახდენს. ჰეგელი იყენებს აქ სინათლის მეტაფორას, ანუ სინათლეს ჩვენ ვერ ხედავთ თვითონ სინათლეს, არამედ ხედავთ იმას, რასაც სინათლე ანათებს. ჩვენ საიდან ვიცით სინათლე იმით, რომ რაღაცა განათებული არის. ანუ სინათლეს როცა ხდება რაღაც წინააღმდეგობა, სინათლე ნეგაცია ხდება, ანუ უარყოფა, წინაღობა. და ამ წინაღობით ვლინდება თვითონ სინათლეც და ის, რასაც ანათებს, რომ აი ხო ეს თუნდაც სინათლე ყოფილა. აი ამას ადარებს ადამიანის მეს, რომ მე როგორც სინათლე მისი გარდატეხა ხდება სხეულში. ამით, ასე ვთქვათ, ჩემი ცნობიერებისთვის გამონათებული არის სხეულიც და გამონათებული არის ის, რაც ანათებს თვითონ მეც. შემდეგ უკვე ამ თავში, რასაც განიხილავს ეგელი, ეს არის დეკარტეს ვაზროვნებ მაშასა და მე ვარსებობ. რომ ეს არის ემპირიული მე, ეს არის საკუთარი თავის უეჭველობა, რომ მე არ ვიცი, ეს თქვათ რეალური თქვათ სამყაროა თუ ჩემი სიზმარია თუ ანუ შეიძლება არაფერი არ ვიცოდე, მაგრამ მე ის იცის, რომ თვითონ არის. ანუ ამას უწოდებთ უეჭველობას. როგორც რაღაცა სიცხადეს, ანუ ის მინიმალური სიცხადე, რასაც შეიძლება ადამიანი დაეყრდნოს, რომ მე ვარ. და აქ მოიაზრება ის, რომ აზროვნება, რაც იგივე მე არის, ავტომატურად თავის თავში აუცილებლად მოიაზრებს არსებობას. ის არ ამბობს დეკარტე, რომ ყველაფერი რაც არსებობს ან რაც აზროვნებს არსებობს სხვაზე არსაუბრობს, ის ამბობს, აი მეს პოზიციიდან თუ ვარ მე, მასში არის მოცემული თვითონ არსებობა როგორც აბსტრაქცია. შემდეგ ჰეგელი გვეუბნება ესეთ რაღაცას, რომ მეს თვისება არის
უпростоრეთ არა გარედან მიწერილი თვისება, რომ დავუშვათ ეს კამერა დავუშვათ შავი ფერის არის, შეიძლება წითელიც იყოს. ანუ ეს არაარსებითი თვისება არის. ანუ მეს ბუნება თვითონ არის სიცხადე და უეჭველობა. ადარებს ამას, როგორც ნების ბუნება არის თავისუფლება. მისი შინაგანი განსაზღვრება. ცნობიერება, ანუ შემდეგში ხო ცნობიერება არის ცნობიერება, ანუ დასაწყისში როცა ვარ მე და საგანი არის ის რომ ეს საგანი არის მისი წარმოებული. მის მიერ ანუ ჩვენ როცა სამყაროს პირისპირ ვართ და ვამბობთ რომ სამყარო თქვათ კარგია ან ცუდია ან რაღაცა. როცა ადამიანი არის ცნობიერების დონეზე, ანუ არ არის ცნობიერების დონეზე ამაღლებული, ან გონების დონეზე ამაღლებული, მისთვის სამყარო უცხო არის და ის თუ ცუდ სამყაროში ცხოვრობს, ვერაცნობიერებს მის წვლილს მასში, რომ რა არის მის მიერ კონსტრუირების წვლილი მასში. და უყურებს, რომ ეგრეა მოცემული არის და ვერ ამყარებს კავშირს მასა და სამყაროს შორის. მე როგორც ცნობიერების სუბიექტი არის აზროვნება. ობიექტის ლოგიკური შემდგომი და შემდგომი განსაზღვრა არის ის, რაც სუბიექტსა და ობიექტში იგივეობრივია მათი აბსოლუტური კავშირი. ის რის მიხედვითაც ობიექტი სუბიექტისთვის მისეულია, აი რაზეც საუბრობდით, რომ რაღაც ობიექტი მისეულია ნიშნავს, რომ ანუ ჩემი არის, ჩემიანი არის და არ არის რაღაცა არ მაქვს მასთან გაუცხოების მომენტი. შემდეგ თვითონ ეს 417 პარაგრაფი. უეჭველობიდან ჭეშმარიტებამდე გონის ამაღლების საფეხურები ისაა, რომ ანუ აქ არის იდეა რა, ანუ ცნობიერება არის უეჭველობა, ანუ რომელმაც იცის, რომ უბრალოდ მე ვარ, მაგრამ მეტი არაფერი იცის. იცის როგორც რაღაცა სხვა, როგორც რაღაცა უცხო. და ვერ გძნობს თავს, ასე ვთქვათ, შინ სამყაროში. და რაც შეეხება ჰეგელი გვაფრთხილებს, რომ უეჭველობა ან სიცხადე ხშირად ერთმანეთში ურევენ ჭეშმარიტებასთან, რომ უეჭველობა და ჭეშმარიტება. ჰეგელისთვის ჭეშმარიტება და უეჭველობას შორის ის განსხვავებაა, რომ უეჭველობა არის უბრალოდ როგორც მოცემული ფაქტი. მაგრამ ჭეშმარიტება არის ამ ფაქტის ასევე ისეთად ხედვად, როგორიც ის თან უნდა იყოს. ანუ შენ განცდა გაქვს, რომ სამყარო ესე კი არ არის უბრალოდ რაღაც უცხოთ და არ ვიცი რატო არის. მაგრამ თან განცდა გაქვს, რომ ხედავ, რომ ეს ასეც უნდა იყოს კიდე. ანუ ჭეშმარიტების განცდა. რაც აი როგორც თქვათ საუბრობთ ხოლმე ხშირად, ეს შეიძლება ხელოვნებაში განიცადოს ადამიანმა, რომ ის პოეზიის მაგალითად ფორმა ისეთი არის, როგორც უნდა იყოს, როგორც ამ შინაარს თვითონ უხდება. აი ეს შესაბამისობის განცდა არის ჭეშმარიტება. რომ პირველის, ანუ ამაღლებას რა განაპირობებს, რომ პირველი ეს არის ცნობიერება საერთოდ, რომელსაც აქვს საგანი როგორც ასეთი, როგორც უცხო, არის თვითცნობიერება, რომლისთვისაც საგანს მე წარმოადგენს, ანუ უკვე სამყაროში გძნობ თავს როგორც შინ, არის ცნობიერებისა და თვითცნობიერების ერთიანობა, ეს მესამე საფეხურზე, რაც იმაში მდგომარეობს, რომ გონი საგნის შინაარს ჭრեց, როგორც თავის თავს, ხოლო თავის თავს, როგორც თავისთავად და თავისთვის განსაზღვრულს. ეს არის გონება, ანუ გონის ცნება. ესეც სხვა სიტყვებით რო ვთქვათ, აღმოაჩენს გონების პრინციპს, როგორც რაღაც აპრიორულს, რომლითაც გამსჭვალული არის თვითონ სამყარო, ანუ თითქოს მეც ამ
მასალისგან ვარ, გონებისგან ვარ შექმნილი და სამყაროც ექვემდებარება იგივე. შემდეგ არის გრძნობადი ცნობიერება. რაზეც უკვე ვისაუბრეთ, რომ გრძნობადი ცნობიერებისთვის არსებობს მხოლოდ აქ და ახლა. და ამ სხვა კავშირებს არ აკეთებს. რა ეს გუშინდელს გავს ან მომავალს გავს, ეს არის აქ და ახლა. შემდგომი არის აღქმა, ნივთთა არსება, რომ ცნობიერების საგანი ხდება, მაშინ ეს უკანასკნელი გრძნობადი ცნობიერება კი აღარაა, არამედ აღქმელი ცნობიერებაა. როდესაც არსებიც შეიმეცნებს, ხო, ანუ როგორც თქვით, რომ არის რაღაც სცენარე და მასში არსებიც შეიმეცნებს, მასში შეიმეცნებს ზოგადს, ანუ რომ ეს ზოგადად სცენარე არის და აკავშირებს მას სხვა სცენარეებთან. აქ უკვე შემოდის სცენარე როგორც ეს სცენარე და სცენარე როგორც საერთოდ სცენარე, როგორც ერთეულისა და როგორც ზოგადის კავშირი და უკვე ჩვენი აღქმა თქვათ აი თქვათ ომში რო არის ვიღაცა და თქვათ ხედავს რომ ესეთი განსაცმელი აცვია და ეს უკვე ხედავს მასში მტერს რა, ანუ ის ერთეული უკვე დაკავშირებულია მტერთან, როგორც ზოგადთან და ჩვენი აღქმა სინამდვილეში, ანუ როგორც საგნებს და საერთოდ სამყაროს აღვიქვავთ, სინამდვილეში ერთ ცალკე საგნებს კი არ ვხედავთ, უკვე სიმბოლურად ვხედავთ ამ ყველაფერს. რომ ეს ყველაფერი მიანიშნებს რაღაც ზოგადებზე, რაღაც სიმბოლოებს ნიშნავს და არა იმას, რომ უბრალოდ რაღაც ეს ცალკე არსებობდეს. მებით ეს ყველაფერი, აი რო შედიხარ თქვათ სუპერმარკეტში და რაღაცებს უყურებ, ხო ეს ყველაფერი უკვე რაღაცასთან ასოცირებული არის. რაღაცას წარმოადგენს უკვე. მაგალითად ეს რაღაცა ამერიკული პროდუქტია, თქვათ ეს ესეთი პროდუქტია, ეს უკვე მასში არის რაღაცა ზოგადი სიმბოლიკა და ადამიანი აი აქ ცხოვრობს. ამ სამყაროში, იმიტომ რომ შენ ეგრევე ცალ-ცალკე უკვე აღარაფერს არ აღიქვა, ავტომატურად შენ გადადიხარ სიმბოლურ, ასე ვთქვათ, სამყაროში და ამის მეშვეობით უკვე ჩვენ ან თუნდაც ენობრივ რაღაც, ასე ვთქვათ, სიმბოლურ სამყაროში ისი მეშვეობითაც თვითონ აი მაგალითად ესეთი რაღაც რო ავიღოთ, რომ თქვა ტანსაცმელი შეიძლება იყოს ნიშანი შენი გემოვნების. ანუ შენ რაღაცას იცვამ, ანუ რაღაც სიგნალი არის საზოგადოებისთვის და უკვე ტანსაცმელს შეიძლება ვიღაცა მხოლოდ იმისთვის იცვამდეს, რომ ის არის უბრალოდ გათბობის საშუალება. აი როცა უკვე მასში ამაზე მეცდებთ, უკვე ჩვენთვის ლიანად სამყარო, ანუ ჩვენ აღარ ვცხოვრობთ რაღაც ბეიზმენტს, რაღაც საბაზისო გრძნობად სამყაროში, არამედ ლიანად, ასე ვთქვათ, სიმბოლურ სამყაროში გადავინაცვლებთ და აი ეს მნიშვნელოვანი, ასე ვთქვათ, ცნებები არის მხოლოდ არსებითი და აი ეს აღქმის დონე, რაც შემეცნების აქტში, რასაც ახლა განვიხილავთ, ანუ სამი შემეცნების და სამი ნების საფეხური არის და შუა საფეხური, აღქმის საფეხური შეესაბამება აღიარების საფეხურს, რაც სურვილი რო ვთქვით, მე აღიარება და მე ზოგადი ცნობიერება, ხო? და რანაირად შეესაბამება, რომ სწორედაც ვინაიდან ჩვენ სიმბოლურ სამყაროში ვცხოვრობთ, უკვე ყველაფერი არის აი ეგ სიგნალის ფორმა, რომ აი მე ვთქვათ რაღაც განსაცმელი მაცვია, ეს რაღაც განსაკუთრებულია, მე რაღაც სტატუსი მაქვს, მე რაღაც ვთქვათ ისეთი რაღაცა მაქვს, რითაც საზოგადოებას რაღაცაზე მივანიშნებ და ეს არის დუალედური რგოლი ადამიანური ცხოვრების. რის შემდეგაც არის მესამე, ეს არის უკვე განსჯის, როგორც ვთქვით, ობიექტურის, ეს არის უკვე ობიექტურის სუბიექტურად ქცევა. აი როგორი განსხვავება არის, ნახეთ. ერთი არის, რომ მე ვხედავ რაღაც სცენარეს და მას რაღაც სიმბოლოდ ვაქცევ. ოღონდ ერთ სცენარეს ვხედავ და მას ამ ერთეული სცენარეებიდან, თქვათ, ინდუქციის გზით, რა ცალკე ეს სცენარე შევისწავლე, მე ეს სცენარე მე და ამათ შორის რაღაც საერთოს პოულობ.
ანუ ერთეულებიდან მივდივარ რაღაც უნივერსალურამდე. მაგრამ ამის საპირისპიროთაც შემიძლია ვიმოქმედო, რომ უნივერსალურიდან წავიდე ერთეულის. რაღაც ობიექტურიდან მივიდე ერთეულამდე. ეს უკვე განსჯის სფერო არის რა. განსჯა მაგითო ობიექტურის სუბიექტურად ქცევა არის. აქ ობიექტური და სუბიექტური თანამედროვე რო ვიყენებთ, ანუ არაფერი არ არისიანად ობიექტური და თვითონ ჰეგელიც მაგას ამბობს, რომ ქცევაში ის კი არ იგულისხმება, რომ ობიექტური რეალურად არსებობს სადმე. არამედ ქცევაში იგულისხმება, რომ ის მოჩვენებითად ობიექტური არის და მე ხვდები, რომ ესეც სუბიექტური არის რა. ოღონდ ობიექტურ კანონებს მოიაზრებთ. ანუ ის ყველაფერი შეცნობილი არის, ემორჩილება ჩვეულებრივად კანონებს და ამას უწოდებს ჯერ ისევ აღქმაზე შემდეგი სლაიდი არის. ისევ აღქმაზე რომ თქვათ კიდე ეს ერთეულობიდან ზოგადისკენ სვლა არის როგორც ვთქვით, მაშინ როცა ზოგადი უნდა ყოფილიყო საფუძველი, ხო? აი თქვათ შევიცნოთ, რომ თქვათ აი რა არის კაცი, ხო? შეგვიძლია ინდივიდუალური თქვათ კაცი რამდენიმე ვერსია ავიღოთ, თქვათ შევისწავლოთ რაღაცას საერთოდ ავადგინოთ. ერთეულიდან მივდივართ ზოგადისკენ. მაგრამ შეგვიძლია თვითონ იდეიდან მივიდეთ ანუ რაღაც ზოგადამდე რა, ასე ვთქვათ. ესე რომ წარმოვიდგინოთ, რასაც განსჯა ადგენს ანუ ობიექტური კანონების მიხედვით. ესე იგი, როცა ხვდებით, რომ საგანი მოვლენა, ეს არის განსჯა. აი როცა რასაც ხშირად საუბრობენ ხოლმე, რომ აი თქვათ ყველა აღქმა სუბიექტურია და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, ამას რო ხვდები, უკვე რაც ვარდის მაგალითზე ვთქვით, იმ ვარდს რაც აქვს ის მრავალფეროვნება, რომელიც სიტყვებში ვერ გამოითქმის, რომ ამბობენ. ეს სიტყვებში იმიტომ ვერ გამოითქმის, რომ ეს სუბიექტურია. და წარმავალი და არაარსებითი ნაწილი არის, ანუ მისი, იმიტომ რომ ან მხოლოდ რაღაცა მომენტში დანახული რაღაცაა და ჩვენ რო ამობთ, რომ სილამაზეს ვერ გადმოსცემო, რაც დავინახეო. სილამაზე ჩვენ გონია, რომ იქ არის სადღაც. იქ არ არის. ანუ ისიც ჩვენი ცნობიერება არის, რომელმაც აი სილამაზის რაღაც შესაბამისი იმ მომენტში იქ-იპოვა. ეს ყველაში არის ეგ უნარი და უბრალოდ ადამიანმა შენო სხვა შესაუბრები ასევე შეიძლება მოიხმოს წარმოდგენა, თქვათ აი თუ პოეზიაზე საუბრები და სულ არ ჭირდება ადამიანს, რომ ზუსტად ის ნახოს, რაც შენ ნახე, იმიტომ რომ იქ არ არის სინამდვილეში სილამაზე. რამე საგანში, ის ხედვაში არის. ცნობიერების მდგომარეობაში არის. თუმცა ის, რომ სილამაზის სტანდარტები არსებობს და დაუშვათ ადამიანი, ასე ვთქვათ, შეჩვეული არის ამ სტანდარტებს და ეს სტანდარტები მოქმედებს, ესეც ხო, რა თქმა უნდა, ესეც ცალკე თემა არის და ესეც საინტერესო არის. შესაბამისად, როცა ამბობენ, რომ ლოგიკა ვერ იჭერს რეალობას, რადგან იგი მრავალფეროვანია, ჰეგელის აზრით, მრავალფეროვნება შენი სუბიექტურობის ნაწილია. არსით კი ხო სიმარტივე არის შიგნით. და რასაც პოულობს შემეცნება არის კანონები, როგორც თქვით, და კანონი რა არის, ანუ შემდეგ სლაიდზე ეს არის კანონი არის ის, რაც 7 არის მოვლენაში. ფადაშორის მაგითო აკრიტიკებს ჰეგელი ბიუჯეტის შესახებ კანონს. ბიუჯეტის შესახებ კანონს ხო ყოველ წელს იღებენ, ანუ ბიუჯეტის დამტკიცება და კანონი არ არის ესეთი რაღაცა, რაც შეიძლება ყოველ წელს მიიღო. კანონი არის აი ზოგადი რაღაცა, ამას შეიძლება სხვა რაღაც უწოდო. ხო, ეს არის ხო ადმინისტრაციული აქტი შეიძლება იყოს, რომ თქვათ აი როგორ განიკარგოს წლევანდელი ბიუჯეტი ამის შესახებ, მაგრამ თვითონ კანონი თვითონ ფილოსოფიაში, ნუ ის სხვა мотивაციით ხსნის, რომ ამით თითქოს მოჩვენებითი ძალაუფლების დაყოფის ჩდება, თითქოს რევიზია ხდება ამით. მაგრამ ზოგადად ანუ კანონი ის არის, რაც ხანგრძლივ ვადაში ის რაც რჩება უძრავი და შეიძლება შეიცვალოს, თქვათ, ფული სხვადასხვანაირად გადანაწილდეს, თქვათ, საჭიროება ასე იყოს, რომ
მეტი განათლებას თქვათ მეტი დაეთმოს და დავუშვათ ჯარს ნაკლები, მაგრამ ეს თუ ყოველ წელიწადს იცვლება, ეს არ არის კანონი. ანუ კანონი ვერ იქნება ეს და უბრალოდ ეს სიმშვიდეც მე იმას მაფიქრებს, რომ სიმშვიდეშიც არ იგულისხმება უძრაობა. ანუ რას გულისხმობ, იცი რომ კანონები, რასაც თუნდაც ფიზიკის კანონებიც შეიძლება დარგობრივი იყოს და არ იყოს აბსოლუტური. ხო. აი რას გულისხმობ, იცი რომ როცა ამბობენ რომ მაგალითად რაღაც კანონები ყველა მასშტაბში არ მუშაობსო თუნდაც ფიზიკაში. ამიტომ სიტყვა 7-ის გამოყენება უფრო მართებულია, იმიტომ რომ 7 არის ასე ვთქვათ სტაბილური არის, მაგრამ რაც უძრავი არ არის, არ გამორიცხავს იმას, რომ ასე ვთქვათ სხვა პირობებში ის სხვანაირად გამოვლინდეს, ხო? უბრალოდ მოვლენა არის რაღაც დალებადი, ესე რომ წარმოვიდგინოთ და მასში რაღაც შეცვლით. და ესე იგი უბრალოდ კიდე რა შეიძლება წავიკითხოთ დღეისთვის, ანუ მოკლე ეს 2 სლაიდით წავიკითხოთ და დღეს მაშინ ესე ლაივი ესე დავასრულოთ. ხო, თვითცნობიერებაზე, ანუ შემდგომ გვექნება, იმიტომ რომ ეს შემეცნების ნაწილი იყო ერთი და მეორე თვითცნობიერების ნაწილი არის და მაგას ანუ ცალკე შეგვიძლია დრო დავუთმოთ, ანუ ბატონისა და მონის ურთიერთობაზე, ბატონისა და მონის დიალექტიკაზე ცალკე ვისაუბროთ. ესე იგი თვითცნობიერება პირველ საფეხურს წარმოადგენს უშუალო თავის მარტივად იგივეობრივი და ამასთან წინააღმდეგობით გარეგან ობიექტებთან მიმართებაში მდგომი ერთეული თვითცნობიერება. აი რაზე არის საუბარი თუ მიხვდებით, უბრალოდ ჰეგელსა და რთულიანის საუბრობს. ამნაირად განსაზღვრული თვითცნობიერება იქნება უეჭველობა თავის, როგორც ყოფიერისა, რომლის პირისპირაც საგანს მარტოოდენ მოჩვენებითად დამოუკიდებელი რამის სინამდვილეში კი არარაულის განსაზღვრულობა გააჩნია. ესაა მდომი თვითცნობიერება. ეხლა რაზეც საუბრობდი, არის საუბარი ჭამაზე. მაგალითად, ანუ აი თვითონ სურვილი. ხო, ანუ სურვილი, ან რა იგულისხმება, ნახეთ, ესე იგი ამნაირად განსაზღვრული თვითცნობიერება იქნება უეჭველობა თავის, როგორც ყოფიერის, ანუ მე ვარ ყოფიერი, რომლის პირისპირაც საგანს მხოლოდ მოჩვენებითად დამოუკიდებელი რამის სინამდვილეში კი არარაობის, ანუ არარაულის განსაზღვრულობა გააჩნია. ანუ შენ წინ რო არსებობს ან მატერია, ეს მატერია ჩანს, რომ რაღაცა შეუღწევადი არის, დაუძლეველი არის. თუ არ იცი როგორ მიუდგე, დაუმკლავდე სამყაროს. ეს მოჩვენებითად ასეთია, იმიტომ რომ ადამიანი რო დავუშვათ საჭმელს მიირთმევს, შენ წინასწარ ჰეგელი ცხოველზეც საუბრობს, ცხოველსაც ინსტინქტურად აქვს ის მომენტი, რომ იმ თავდაჯერებით მიდის სამყაროსთან, რომ შეუძლია რომ მოინელოს. აი ეს დამოკიდებულება არის, ანუ პირველი დამოკიდებულება, ანუ რაღაცნაირად სამყაროს მიმართ, რომ ასე ვთქვათ, სუბიექტმა დაიქვემდებაროს ობიექტი. და შემდეგ ეტაპზე უკვე აღიაროს სხვაც თავისნაირ სუბიექტად, თვითცნობიერებად. და ეს არის უკვე ან მაგალითად დაპირისპირება სხვასთან, ან მაგალითად სქესობრივი კავშირი, სადაც სხვაც ესევე სხეული არის, ან ცნობიერება არის, ხდება დაუფლება, ანუ სქესობრივ აქტში, მაგრამ ამ დაუფლების დროს, როგორც ჭამის დროს არ ხდება განადგურება. ანუ ასე ვთქვათ, შეუღწევადობაც აღიარებული არის ამავდროულად, იმიტომ რომ ეს ერთგვარად რაღაც სხეულებრიობის დამორჩილებაც არის, ანუ რაღაცა საერთოდ აქვს და ეს ფოირბახს აქვს, რომ ადამიანის სექსუალური კავშირი აქვს გამოყვანილი როგორც ჭამის სიმბოლიკიდან გამომდინარე, რომ თქვათ ადამიანი, როგორც დავუშვათ ადამიანი, რომელიც მოგწონს ჩასაყლაპი.
ადამიანი ყველაფრის მიმართ დამოკიდებულება როგორც საჭმელისთან სახრავის როგორც სახრავის და ესეთი ესე აქვს რომ ადამიანი არის ის რასაც ის ჭამს და ის ანუ რასაც ის ჭამს არის ანუ გერმანულადაც ის men is what eats აი ეს ასე ვთქვათ სიტყვა ეს ორი სიტყვა ანუ ჭამს და არის ერთნაირად ჟღერს და აქედან იმას ამბობს რომ პირველადი არის ანუ რაღაცნაირად ჭამა და მე მთელი სამყაროს მიმართ დამოკიდებულება ეგეთი არის რომ უკვე სექსუალური აქტის იქნება ეს თუ დაუშვათ მაგალითად რელიგიური აქტიც ისევე როგორც ვთქვათ ზიარება როგორც ღმერთი იმიტომ ხდები რომ ღმერთს ჭამ ანუ ღმერთის სისხლს და ხორცს ჭამ და ეს აქტიც რაღაც უფრო ფუნდამენტურად პირველადად წარმოუდგენია როგორც ვთქვათ ფროიდი აკეთებს სექსუალობაზე დაფუძნებულად როგორც მაგალითად თუ შენ გინდა რომ ადამიანი იყო ადამიანი უნდა ჭამოდა ძუძუს წოვის აქტი ფოიერბახისთვის არის კანიბალიზმის რაღაცა ფორმა იმიტომ რომ ადამიანი ხდები მაგ დროს რა არა დაუშვათ ეროტიკული დაუშვათ ფორმა მაგრამ ყოველ შემთხვევაში უბრალოდ აქ მთავარი თემა რა არის რომ აქ არის ანუ ცნობიერების ანუ დამოკიდებულება საკუთარი სურვილის მიმართ დაიმორჩილოს სამყარო დაიქვემდებაროს სამყარო მეორე ეტაპზე მიიღოს ასე ვთქვათ აღიარება და მერე თითქოს გარედან შეხედოს თავის თავს და სხვა ღირებულებები გაუჩნდეს და გახდეს გონიერი არსება. უბრალოდ ეხლა თვითცნობიერება ჩვენ ძალიან მოკლედ გავირბინეთ, ანუ და თვითცნობიერებაზე აი ბატონისა და მონის დიალექტიკა და ესენი მერე განვიხილოთ დეტალურად. აი მე მგონი ლაივი